ძალიან კარგი. ჩვენ ასეთ რამეს ვაკეთებთ ხოლმე აქ ბავშვები. ჩვენი აქ საკვირაო სკოლის ბავშვები, რომელსაც თქვენ ბევრი იცნობთ, ყოველდღიურად კითხულობენ ხოლმე დაახლოებით 10 გვერდს. ყოველდღიურად დაახლოებით 10 გვერდს კითხულობენ და ყოველდღიურად თავის დღიურებში, დღიურები აქვთ სპეციალური გაკეთებული, იწერენ ხოლმე ამ 10 გვერდიდან ყველაზე მეტად რომელი ორი წინადადებაც მოეწონათ. და მე კვირის ბოლოს ჩვენ ვიკრიბებით, ვის რა მოეწონა, ამას განვიხილავთ ხოლმე, არის ხოლმე რაღაცა ვიდეო ჩანაწერებიც კეთდება იმის ნაწილზე, რაც მათ აქვთ ხოლმე ამოწერილი და ეს ძალიან საინტერესო გამოდის ხოლმე. მე გთავაზობთ, რომ ჩვენც ასეთი რამე გავაკეთოთ. აიღოთ რომელიმე წიგნი, მე წინასწარ არ მითქია მათთვის თუ რაიმე წიგნი უნდა აიღოთ, იმიტომ რომ მე ვთხარი თქვენი სულიერი მდგომარეობის შესაბამისად თქვენ თვითონვე შეარჩიეთ მე. თქვენ თვითონ შეარჩიეთ რაიმე სულიერი საკითხავი და ეცადეთ, რომ დღის განმავლობაში რამდენიმე გვერდი წაიკითხოთ. ყოველდღიურად ორ-ორი წინადადება ამოწეროთ და ეს წლები რო გავა, ეს დღიურები თქვენ ძალიან დაგეხმარებათ ბავშვები. ძალიან დიდ საქმეს გაგიკეთებთ. ეხლა დღეს შეიძლება ვერ ხვდებით, მაგრამ მე მაქვს ესეთი გაკეთებული და წლების წინანდელს რო ვკითხულობ ხოლმე რაღაცა ჩანაწერს, ძალიან მახარებს და ძალიან მეხმარება და გააკეთეთ ეს და კვირის ბოლოს რომ შევიკრიბებით ხოლმე, აი შაბათ საღამოს შევიკრიბებით, მე ერთად განვიხილოთ ხოლმე. და იცი რა გამოვა? ჩვენ მრავალ წიგნს გავეცნობით ეს. დავუშვათ ანა აბშილავა რაღაცა წიგნს წაიკითხავს, მარიამ ჩხაბერიძეს სხვას, იქ ნიკოლო ჯიშკარიანის სხვას, იქ ნინო სხვას, იქ ბარბარე და გეთო კოპეშაძეები და ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ რაღაცა ძალიან დაგვაინტერესდება და მოგვინდება, რომ ნეტა მეც ის წიგნი წამაკითხა, აი ახლა თეკლა რო კითხულობს, იმ ერთმა გამოთქმამ, გამონათქვამმა შეიძლება ის წიგნი მე ძალიან დამაინტერესოს. და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ წიგნი შეგვიყვარდება ნენდ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მოკლედ, აბა ვისაც გადაწყვეტილი გაქვთ, რომ მე გააკეთოთ, აიღეთ რაღაცა ერთი ბლოკნოტი, ცოტა მოზრდილი რვეული ან რაღაც ისეთი, რაშიც თქვენ გააკეთებთ ხოლმე ამ ჩანაწერებს და თან რა გააკეთოთ, იცით, რომელიც წიგნსაც კითხულობთ, აი დავუშვათ აიღეთ რომელიმე წიგნი. გავკეთეთ ჯერ წარწერა ამ წიგნიდან არის, მე რომელი გვერდიდანაც ამოწერთ იმ ჩანაწერს, მიაწერეთ ის გვერდი, რომ რაღაცა რო იყოს და პოვნა დაგჭირდეთ, ადვილად იპოვეთ იმას. და იმ თემაზე რაღაც უფრო ამომწურავად კიდევ ხელახლა შეგეძლებათ სხვა დროს რომ მიუბრუნდეთ და ნახოთ. აი ნახავთ, რომ წლების მერე ეს ძალიან გამოგადგებთ. ეხლავეც გამოგადგება, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ, მაგრამ წლების მერეც დაგეხმარებათ.